ყველას მართლა ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ყვარებია, ეს კლიპი ძალიან მოეწონა. მაიკლის ლოგინში თვალცრემლიანი გოგონა მაკო კვიტაიშვილია. მომღერალი, რომელიც საზოგადოებამ ერთ-ერთი მუსიკალური შოუდან გაიცნო, ამჯერად საკმაოდ გულახდილ და სენტიმენტალურ სიტუაციაში დაგვხვდა. მაკო შეყვარებულია და ცრემლებსაც საყვარელი მამაკაცის გამაუღრის. ვარ თაღონთ სცენარში. კიდე არ მატიროთ ხა დააცუდათ არის. ორი დღე უკვე წირი, ოღონდ აი სერიოზულად როლში შევდივარ. ეს შეგითხარი არ ჯერ არ მოყვები სცენარს, აზრია. სანამ ყვითელ პრესაში სკანდალური სათაურები გაჩნდებოდეს, გეტყვით რომ მაკო და ქართველი რეპერი მაიკლ გური ახალ ვიდეო რგოლზე მუშაობენ. სიმღერას, რომელიც მომღერლებმა ცოტა ხნის წინ რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში მოიტანეს, მალე კლიპიც ექნება. და როგორც თავად შემსრულებლები ამბობენ, მსგავსი ქართულ მუსიკალურ ბაზარზე აქამდე არაფერი ყოფილა. ძალიან მაგარი, ძალიან ახალი საქართველოსთვის, თვითონ არ ყოფილა ესეთი რაღაც შემიაზრდან. ჩვენ სასაკშიც ჩვენც უფრო პატარები ვართ ახლა. მაინც. და ვფიქრობ ძალიან კაი სანახავი იქნება, ოღონდ კაი სანახავი იმ მხრივ არ ვამბობ, რომ შეიძლება რომ ნუ კი გაგიჟდებიან, მაგრამ ცოტათი შეიძლება ემოციებზე ვითამაშოთ, მათ ემოციებზე ვაპირებთ რომ ვითამაშოთ და მაგით ვფიქრობთ რომ მოვიგებთ ჩვენ. რომანტიკული ვარ, წყნარი. აი ეგეთ რომ დასტოინი. ეგეთ ამპლიშ დასტოინი გადავთ. ისედაც ხარ დასტოინი. ამოდი შევთავაზეთ. კლიპის სცენარს არ გაგანდობთ. გეტყვით რომ ეს საკმაოდ არასტანდარტული love story-ია, რომელიც დრამატული ელემენტებით იქნება გაჯერებული და რაც მთავარია იმ ხარისხით წარსდგება ჩვენს წინაშე, რაც თუნდაც ევროპულ ბაზარს შეეფერება. სტანდარტული კლიპი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ განსხვავებული ლოკაციები გვაქვს ძალიან ბევრი ლოკაცია, არის სირთულეებიც, რა თქმა უნდა, ყველა კლიპს, ყველა ოპერატორისთვის რთულია. კლიპი იქნება კარგი და ეს მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს კლიპის ხარისხით, შინაარსით. მომღერალი არაჩვეულებრივი, სიმღერა იდეალური, პირობები ძალიან მაგარი, გადაღები ჯგუფი არაჩვეულებრივი, მე ყველას მადლობა მინდა მოუხადო, აბსოლუტურად perfect styles, თითოეულ მონაწილეს, განათებას, გრიმს, პროდიუსერს, მომღერალს და ასე შემდეგ. კლიპის გადაღებებზე perfect style მუშაობს. რეჟისორი კი სერგო ეგოიანია. ვიდეოს გადასაღებად რამოდენიმე ლოკაცია შეარჩიეს, მათ შორის საძინებელი, რომელშიც ყველაზე სენტიმენტალური სცენები იქმნება. თვითონ სიმღერა არის საკმაოდ განსხვავებული საქართველოს ბაზრისთვის და გადავწყვიტეთ გადაგვეღო ისეთი კლიპი, რომ ყოფილიყო საკმაოდ ეფექტური და ხარისხიანი. უფრო დრამატული ისტორია, იქნება ბევრი ემოციური კადრი და ჩემი აზრით მოახდენს ძალიან დიდ ეფექტს მაყურებელს. შეგახსენებთ, რომ მაიკლ გური ქართველმა მელომანებმა ცოტა ხნის წინ მაშინ გაიცნეს, როდესაც მისი კლიპი პირველად ქართული ბაზრისთვის აჩიკო მეფარიძემ გადაიღო. თავის მხრივ უნიკალური და მასშტაბური ვიდეო რგოლი მაყურებელმა მალევე აიტაცა. თუმცა გეტყვით, რომ მაიკლმა მას მერე მუსიკალური სტილით შეცვალა და ამჯერად ახალი ლეიბლის საპრეზენტაციოდ ემზადება. ეს მოვუყვეთ. და აი კლიპთან ერთად გვექნება ჩვენი ლეიბლის ლაიფტაიმინგის არტისტების პრეზენტაცია. ერთ-ერთი არტისტი მაკო. საქართველოს ცოტა ჭირდება ეს მაინც შოუ ბიზნესის განვითარება და ჩვენ სამაში გვინდა რომ მონაწილეობა მივიღოთ. და რა ვიცი, კაი გავიგეთ 4 არტისტი. ნუ არ დაგისახელებთ ჯერ მივხვდებით, მაგას ეკეს მაისის დასაწყისში. რაც შეეხება ახალ კლიპს, ვიდეო რგოლი ეკრანებზე მაისის შუა რიცხვებში გამოვა. საპრემიერო თარიღსაც მალე გაამჟღავნებენ. როგორც მაიკლის გუნდის წევრები ამბობენ, ასეთი კლიპი ჯერ ქართულ საზოგადოებას არ უნახავს. ჩვენი ლეიბლისთვის ნამდვილად პირველი მუსიკალური პროექტი არის გრანდიოზული, იქნება ძალიან მაგარი მუსიკა, უკვე შეუძლია ხალხს მოისმინოს, ნახოს YouTube-ზე, გადის Fortuna Plus-ის ეთერში. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესეთი კლიპი საქართველოში არ ყოფილა, ესეთი
ლამაზი სცენარით, ესეთი კარგი მუსიკით იქნება იდეალურად შეხამებული ერთმანეთთან ვიდეოც და მუსიკაც, სცენარიც და ალბათ ვინც ნახავს ყველა, არავინ არ დარჩება გულგრილი და ყველას მართლა ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ყვარებია, ეს კლიპი ძალიან მოიგონა. მაკოს და მაიკლის Love Stories მაყურებელი მაისის თვეში გრანდიოზულ პრემიერაზე გაეცნობა. აქვე შედგება ახალი მუსიკალური ლეიბლის პრეზენტაციაც, რომლის ორი წევრიც მაკო და მაიკლ გური იქნებიან. ასე რომ მომავალ თვეს სულ მოუთმელად დაველოდებით და ახალგაზრდა შემსრულებლებსაც თვალყურს გულდასმით ვადევნებთ.